გამარჯობათ. ზოგადად ჩვენ ავწყვეთ ვარდებს, მაგრამ რადგან უილიამ შექსპირს მოწყდა ერთი ყვავილი რატომღაც, გადავწყვიტე მესერგებლო ამ შემთხვევით გამეკეთებინა შედარება უილიამ შექსპირსა და მანსტედ ვუდ შორის, რადგან მათ რაღაცით ყოველთვის ამსგავსებენ ერთმანეთს და ეს მსგავსება თითქოს არის დაახლოებით ერთ ფერთა გამაშია, მაგრამ ტონალობა, რა თქმა უნდა, მანსტედ ვუდის არის უფრო მუქი, ის ბევრად უფრო ფერწერულია, აი გარეთა ფერი ნამდვილად გავს უილიამ შექსპირის ფერს, მაგრამ გულის მხარეს უფრო მუქია. თავად ყვავილის ფორმაც ერთმანეთისგან განსხვავდება. გულის ჩახვევა, აი ეს შუა ჩახვევა უფრო მკვეთრად გამოხატული აქვს შექსპირს. მანსტედ ვუდს უფრო ნაკლებად. აი აჩენს უფრო ემყვითელს და ამას უფრო ჩახვეული აქვს. ხავერდოვნება. ეს სხვაობა შექსპირსა და კრიმსონ გლორის შორის ფერის სხვაობა. ესენიც კრიმსონი უფრო წითელშია, მანსტედი უფრო ვარდისფერში. აი კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ვარდი, მაროკოს იმპერატორი. მეორე ბაღში გვაქვს და ამჟამად შედარების საშუალება არ გვაქვს. ის ვარდი, რომელიც მე ვიყიდე როგორც შექსპირი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის მაროკოს იმპერატორი. ფოტოებს დავდებ და შედარების საშუალებაც გვექნება. აი როგორ განსხვავდება შექსპირი და მაროკოს იმპერატორი. მაროკოს იმპერატორსაც აქვს ხავერდოვნება, მაგრამ არის უფრო წითელი, შექსპირი არის უფრო ვარდისფერი. და დამეთანხმით, ნამდვილად განსხვავდება ყვავილის ფორმა. აი უფრო კოკოში, უფრო დიდიც არის მაროკოს იმპერატორის ყვავილი. და ფერთა გამაც, რა თქმა უნდა, აქ უკვე მკვეთრად განსხვავებული, ეს არის უფრო წითელი, ოდნავ გადაკრავს მალინისფერი.